მოგესალმებით, ჩემი არხის გამომწერებო და მაყურებლებო, მინდა გამცნოთ ერთი სიახლე. მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე წამოვიწყოთ ესეთი პროექტი, რომელიც შეეხება აუდიო წიგნებს. თანამედროვეობის საზოგადოებაში ახალგაზრდობა განსაკუთრებით ძალიან დაშორებული არის წიგნს, უფრო მსმენელი არის, უფრო მაყურებელი არის გამხდარი, ტელეფონზე და კომპიუტერზე არის მიჭაჭული. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ აუდიო წიგნების სერია, როგორც ქართული ლიტერატურიდან, ასევე უცხოური ლიტერატურიდან. გავუკეთოთ ჩვენებურად ილუსტრაცია და მოვიტანოთ თქვენამდე. დღეს იქნება პირველი ნაშრომი, რომელიც არის იაპონელი მწერლის აკუტაგავას ბრწყინვალე შემოქმედება უსიერ ტყეში, რომელიც ჩვენი პირველი ნამუშევარი იქნება და მინდა წარმოგიდგინოთ. თხოვნა მექნება უბრალოდ რომ ნახოთ ყველამ, მოისმინოთ. თქვენი შენიშვნები დაგვიწეროთ, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, თქვენი ნება რო იყოს, რას შეცვლიდით და ასევე შეგიძლიათ დაგვიწეროთ კომენტარებში, რომელ წიგნს ისურვებდით, ან რომელიმე მოთხრობას, რომელი იქნება თქვენთვის სასურველი, რომ ჩვენ აუდიო წიგნად ვაქციოთ. თავისთავად, რომელიც იქნება მოთხოვნადი, საზოგადოების მხრიდან ჩვენ მას აუცილებლად განვახორციელებთ. ახლა კი თუ შეიძლება ნახეთ ეს საინტერესო აუდიო წიგნი, მოისმინეთ და ველოდებით თქვენგან კომენტარებს. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. უსიერ ტყეში რიუნოსკე აკუტაგავა, თარგმანი რუსულიდან ლადო ავალიანი. რა უთხრა სასამართლოს მოხელეს დაკითხვაზე ტყის მჭრელმა? აგრე იყო, გვამი მე ვიპოვე, ამ დილით, ტყეში ხეების მოსაჭრელად რომ გახლდით. სწორედ მთის ძირას წავაწყდი მკვდარს, სახელდობრ სადა, იამასინასაკენ მიმავალი გზიდან დაახლოებით 4-5 ტიოს, 109 მეტრი, მანძილზე. ამ უკაცრიელ ადგილას ხარობს ბამბუკი, შიგადაშიგ ნორჩ კრიპტომერიებსაც შეხვდებით. მოკლულს ეცვა ღია ცისფერი სუიკანი, ეხურა გაცვეთილი ქუდი ებოსი. ასეთ ქუდიანს დედაქალაქში თუ შეხვდებით, იწვა გულაღმა. მართალია მარტო ერთგან იყო დაჭრილი, მაგრამ სწორედ გულში. გარშემო ხმელი ბამბუკის ფოთლები ისე ჩანდა, თითქო კინოვარით გაჟღენთილაო. არა, სისხლი უკვე აღარ სდიოდა. ეტყობოდა ჭრილობაში სისხლი შედედებულიყო. ჰო, აი კიდევ რა. ჭრილობაზე შეწებებულივით დაჰკროდა კრაზანა. სულაც არ შეშფოთებულა ჩემი მიახლოებისას. იყო თუ არა ხმალი ან რამე ამისი მსგავსი? არა, იქ არაფერი მინახავს. მხოლოდ კრიპტომერიის ძირას, გვამთან ახლოს თოკი ეკდო და კიდევ, დიახ, თოკის გარდა იქვე სავარცხელსაც მოვგარი თვალი. ეს იყო და ეს, რაც კი გვამის ახლოს შევნიშნე. მარტო ეს 2-2 ნივთი. გარშემო ბალახი და ფოთლები ძალუმად გახლდათ მოჯეგილი. ჩანს მოკლულს იოლად არ დაუთმია სიცოცხლე. რაო, იყო თუ არა ცხენი? განა რა ცხენი შეძლებს იქ შეღწევას? ცხენისათვის გზა ცოტა მოშორებითაა. იმ უსიერი ტყის იქით. რა უთხრა სასამართლოს მოხელეს დაკითხვაზე მოხეტიალე ბერმა? მოკლულ შევხვდი გუშინ. გუშინ. მე მგონი შუადღისას. სადა? სეკიამადან იამასინასაკენ მიმავალ გზაზე. ის ქალთან ერთად მიეშურებოდა სეკიამას. ქალი ცხენზე იჯდა. ეხურა ფართო ფარფლიანი ქუდი. რიდე ეფარა. ასე რომ მისი სახე არ დამინახავს. ჩანდა მარტო აბრეშუმის კაბა ჰაგის ფერების არშიით. წაბლისფერ ცხენს ფაფარი შეკრეჭილი ჰქონდა. მაღალი იყო თუ არა? რაღაც 4-ოდე სუნით თუ იქნებოდა ჩვეულებრივზე მაღალი. მე ბერი ვარ და ასეთ რამეებში მაინც და მაინც ვერ ვერკვევი. მამაკაც, ჰო, ხმალი ერთხა, ზურგზე კი მოგდებული ჰქონდა მშვილდისარი.
ახლაც თვალწინ მიდგა შავად გალაქული ბუდიდან თავამოყოფილი 20-მდე ისარი. მე არც კი დამესიზმრებოდა თუ ის ასე დაამთავრებდა სიცოცხლეს. ჭეშმარიტად რა თვალის დახამხამებაში ქრება ადამიანის სიცოცხლე, თითქოს სვარი იყოს ან ელვა. წარმოუდგენელია, ადამიანის ენა მოახერხოს იმის გამოთქმა თუ რა სავალალოა ყველაფერი ეს. რა უთხრა სასამართლოს მოხელეს დაკითხვაზე ჩაფარმა. მე რომ კაცი შევიბყარი, ის ხომ სახელგანთქმული ავაზაკი ტაძემარუა. ხელი მაშინ მტაცე ცხენიდან გადმოვარდნილი ავდაგუდთან ქვის ხიდზე რომ ეგდო და ჰგოდებდა. როდის? გუშინღამ, პირველი ყარაულობის ჟამს. ამას წინათ კინაღამ შევიბყარი, მაშინ იგივე ლურჯი სუიკანი ეცვა და ზურგს უკან ხმალი გაერჯო. ახლა კი როგორც ხედავთ მშვილდის არიც აქვს, წარმოგიდგენიათ, ეს ხომ იმ მოკლულის მშვილდის არია. თქმა არ უნდა, მკვლელობა ტაძემარუს შადენილია. ტყავგადაკრული მშვილდი, შავად გალაქული კაპარჭი, ქორის ფრთიანი 17 ისრით. მაშასადამე ყველაფერი ეს მოკლულის საკუთრება იყო. ცხენი, როგორც თქვენ ბრძანეთ, იყო წითური, ფაფარ შეჭრილი. ეთყობა ასეთი ყოფილა ტაძემარუს ბედი. ცხენს გადმოუგდია. ცხენი იქვე ახლოს წიწკნიდა ბალახს, უკან გრძელი სადავე მისწრევდა. ეს ტაძემარუ სხვა იმ ავაზაკთაგან განსხვავებით, რომლებიც დედაქალაქში დაეხეტებიან, ქალების ნამდვილი მუსუსია. გახსოვთ შარშა მთაზე ბინძურუსთვის შეწირული აკიტორიბეს ტაძრის უკან, მლოცველი ქალი რომ მოკლეს გოგონასთან ერთად. ამბობდნენ ეს ტაძემარუს შადენილიაო. და ის ქალიც წაბლისფერი ცხენით რომ მიდიოდა, ვთქვათ მამაკაცი ტაძემარუმ მოკლა, ქალი რა იქნა? არავინ იცის. ბოდიში რომ საქმეში ასე ვერევი, მაგრამ საჭიროა თუ არა გამოძიება. რა უთხრა სასამართლოს მოხელეს დაკითხვაზე მოხუცმა ქალმა. ეს სწორედ იმ კაცის გვამია, ვის ზედაც გათხოვილი იყო ჩემი ქალიშვილი. მაგრამ ის დედაქალაქიდან არ გახლავთ. ვაკასაში რომ კოკუფუა, იქაური სამურაია. მისი სახელია კანაძავა ტაკეჰირო, 26 წლისაა. არა, მას არ შეეძლო ვინმე სყენინება, მეტად თვინიერი იყო. ჩემს ქალიშვილს კი მასაგო ჰქვია, 19 წლისაა, თამამია, მამაკაც არ ჩამოუვარდება. ტაკეჰიროსთან შეხვედრამდე არავინ ხვარებია. შავგრემანია მარცხენა თვალის კუთხეში ხალი აჩნია. პატარა მოგრძო სახე აქვს. გუშინ ტაკეჰირო ჩემი ქალიშვილი თურთ გაემგზავრა ვაკასას. ნეტავი რა შევცოდეთ ღმერთს, რომ ასეთი უბედურება დაგვატეხა თავს. რა დაემართა ჩემს ქალიშვილს? სიძის ხვედრს მართალია შევურიგდი, მაგრამ ქალიშვილზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევს. მე მოხუცი გევედრებით ღვთისგულისათვის გადაჩხრიგეთ ტყეები და ველები, იქნებ როგორმე მიაკვლიოთ ჩემს ქალიშვილს. რა ღვთისაგან წყეულია ეგ ავაზაკი, ტაძემარუ თუ რას ეძახიან. განამარტო სიძე, ჩემი ქალიშვილიც ხომ. ტირის ზალა აღარ ყოფნის თუნდაც ერთი სიტყვის სათქმელად. ტაძემარუ აღიარებს. ეს კაცი მე მოვკალი, ქალი კი არ მომიკლავს, არც ის ვიცი სად უნდა გადაკარგულიყო. მაცალეთ, რამდენიც უნდა მაწამოთ, რაც არ ვიცი როგორ გითხრათ. ესეც არ იყოს, რა კი ასე მოხდა, უკვე ვეღარც შიში ამიტანს და აღარც არაფრის დაფარვა მსურს. ამ კაცსა და მის სოლს სამხრობისას შევხვდი. ის იყო ქარმა აბრეშუმის საბურველი ააფრიალა და ერთი წამით გამოჩნდა იმ ქალის სახე. ერთი წამით გაიელვა და ისევ დაიმალა და იქნებ სწორედ ამის გამოც მისი სახე ბოდისატვას ხატებად მეჩვენა. მაშინვე გადავწყვიტე დამემორჩილებინა ქალი, თუნდაც ამისათვის მისი ქმრის მოკლა დამჭირვებოდა. თქვენ ეს საშინელებად მიგაჩნიათ, არა? პირიქით, სასაცილოა. მამაკაცის მოკლა ჩვეულებრივი ამბავია. როცა ქალის დასაკუთრება სურთ, მამაკაცს ყოველთვის კლავენ. ოღონდ მე ვკლავ ხმლით, თქვენ კი ამ შემთხვევაში ხმალს არ მიმართავთ. თქვენ კლავთ ძალაუფლების, ფულის საშუალებით, ზოგჯერ კი უბრალო მლიქვნელური სიტყვით. მართალია ამ შემთხვევაში სისხლი არ იღვრება, მამაკაცი უვნებელი ჩანს, მაგრამ ის თქვენი მოკლულია და ვინ იცის,
კაცი რომ დაუფიქრდეს, ვისი დანაშაული უფრო მძიმეა, თქვენი თუ ჩემი? ირონიული ღიმილი. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე უკმაყოფილო ვიქნებოდი, თუ კი შევძლებდი ქალის ისე დამორჩილებას, რომ მამაკაცი არ შემომკვდომოდა. ამჯერად გადავწყვიტე ქალს ისე დაუფლებოდი, მკვლელობა არ ჩამედინა. მაგრამ გზაზე, სადაც ხალხი მიდიმოდის, ამას როგორ მოახერხებ? ამიტომაც მოვიფიქრე, როგორ შემეთხვევებინა ისინი ტყის სიღრმეში. ეს იოლად მოვახერხე. თანამგზავრივით ავედევნე მათ და ვუამბე მოპირდაპირე მხარეს, მთაში ჩემი გათხრილი ყორღანია, ყორღანში უამრავი სარკე და ხმალი ვიპოვე. ყველაფერი ტყეში ჩავფალი, რომ არავის ენახა და თუ კი მსურველს ვიპოვი, იაფად მივყიდი მეთქი. ვატყობდი მამაკაცი დავაინტერესე. აბა რა გეგონათ, საშინელი რამაა სიხარბე. ნახევარი საათიც არ გასულა, რომ ცხენი მოაბრუნეს და ჩემთან ერთად დაადგნენ მთის ბილიქს. ტყეს რომ მივადექით, ვუთხარი, რომ ის ნივთები უსიერი ტყის სიღრმეში მქონდა ჩაფლული და შევთავაზე სანახავად წამომყოლოდნენ. მამაკაც მოსვენებას არ აძლევდა სიხარბე და რასაკვირველია უარი არ უთქვამს. ქალმა კი არ მოისურვა არც ცხენიდან ჩამოსვლა, არც წამოყოლა. თქვა მე აქ მოგიცდითო. მისი ასეთი გადაწყვეტილება უთუოდ წინ და ხედულებით იყო ნაკარნახევი. ხედავდა, რომ ტყე ძალზე დაბურული იყო. მაინც ყველაფერი ისე მოეწყო, უკეთესად რომ არ შეიძლებოდა. და მე შეუძეხი მამაკაც ტყის სიღრმეში. ქალი კი დავტოვეთ მარტო. ეკალბარდის განაპირას მხოლოდ ბამბუკი ხარობდა და როცა დაახლოებით ნახევარი ტიო გავიარეთ, გზადაგზა უკვე გვხვდებოდა კრიპტომერიებიც. იმ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, რაც მე მქონდა ჩაფიქრებული, უკეთეს ადგილს ვერ იპოვიდით. გზადაგზა ტოტებს აქეთ-იქით ვწევდი, რომ გამევლო და თან ვარწმუნებდი, თითქოს განძი ჩაფლული მქონდა იმ კრიპტომერიების სირას, საიდკენაც ვეშურებოდით. მამაკაცი თან მისმენდა, თან მიიჩქაროდა იქით, სადაც იმ ხეთა წერწეთი ღეროები ჩანდა. ბამბუკი ახლა იშვიათად აქა-იქ თუღა გვხვდებოდა. ჩვენ გარშემო კრიპტომერიები შემოჯარულიყო და აი აქ მოულოდნელად დავესხი თავს ჩემს მსხვერპლს და მიწას დავანარცხე. თვალის დახამხამებაში ხეზე აღმოჩნდა მიკრული. თოკი, სად გინახავთ ყაჩაღი უთოკოთ? თოკი წელზე, ზურგზე მეკიდა. ყოველ წუთს შეიძლებოდა დამჭირვებოდა მესერზე გადასასვლელად. ცხადია, კაცს დაკვირება არ შეეძლო. უმალ პირიც ბამბუკის ჩამოცვენილი ფოთლებით გამოუტენე. ამით მორჩი მასზე ზრუნვას. მერე დავბრუნდი ქალთან და ვუთხარი, რომ მისი თანამგზავრი თავს შეუძლოდ გრძნობდა. უნდა ენახა, შეეწყო რა დაემართა. ამჯერად ჩემსას მივახციე. ქალმა მოიხსნა თავისი ფართო ფარფლიანი ქუდი. ჩამჭიდა ხელი და შემყვა ტყის სიღრმეში. მივედით იქ, სადაც მისი ქმარი ხეზე თოკით იყო მიკრული. ამ სანახაობის ხილვის უმალ ჩაიყო უბეში ხელი და იძრო პატარა ხანჯალი. არასოდეს არ შემხვედრია ასეთი თავზე ხელაღებული მამაცი ქალი. რომ არ მემარჯვა, მუცელში დაჭრა არ ამცდებოდა. პირველი შემოტევა ავიცილე, მაგრამ ქალი გააფთრებით იქნევდა და იქნევდა ხანჯალს. სულ ერთი იყო მისთვის, სად მიმარჯვებდა, ოღონდ როგორმე დავეჭერი. მაგრამ ტყუილად ვარ ტაძემარულ. ბოლოს და ბოლოს როგორც იყო შევძელი ჩემი ხმლის გაუშიშვლებლად გამეგდებინებინა მისთვის ხანჯალი. უიარაღო დარჩენილ ყველაზე ვაჟკაცურ ქალსაც კი არაფერი შეუძლია. და ბოლოს როგორც მეწადა დავიმორჩილე ქალი, ქმრის თვალწინ. დიახ, ქმარი სიცოცხლეს არ გამომისალმებია. მე ამის შემდეგაც არ ვაპირებდი მის მოკვლას. მაგრამ წასვლა რომ დავაპირე, აქამდე მიწას გართხმული, გულა მოსკვნით მტირალი ქალი უცებ გიჟივით ზეწა მოიჭრა. სახელოში ჩამაფრინდა და სულს ძლივს რომ ითქვამდა იყვირა. ან შენ უნდა მოკვდე, ან ჩემი ქმარი. თქვენ შორის ერთ-ერთი უნდა მოკვდეს. ორი მამაკაცის წინაშე ასე შერცხვენა ჩემთვის სიკვდილზე უარესია. ერთ-ერთი თქვენგანი უნდა მოკვდეს. მე კი მას გავყვები, ვინც ცოცხალი დარჩება. და აი სწორედ მაშინ აღმეძრა სურვილი იმ მამაკაცის მოკლისა. პირქუში და აგზნებული ლაპარაკობს. ამას რომ ვამბობ, თქვენ უეჭველია დაუნდობელ ადამიანად მიგაჩნივართ. შეიძლება ასე მოგეჩვენოთ, რადგან არ გინახავთ იმ ქალის გამომეტყველება.
თქვენ არ გინახავთ მისი ანთებული მზერა. როდესაც თვალი შევავლე ერთბაშად ამიტანა სურვილმა, ის ჩემი ცოლი გამხდარიყო. თუნდაც ამისათვის ცის რისხვა დამტყდომოდა და იქვე სული გამეცხო. ცოლა ჩემერთო ქალი, მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა თავში. არა, ეს არ იყო ავხორცობით ნაკარნახები, როგორც შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ. მარტო ავხორცული ჟინით რომ ყოფილიყო ეს აღძრული, გეფიცებით კინწისყრით მოვიშორებდი იმ ქალს და წავიდოდი. მაშინ არც იმ მამაკაცს მოუწევდა თავისი სისხლით ჩემი ხმლის შეღებვა. მაგრამ იმ წამს, როცა ტყის ბინდბუნჩი ქალის სახეს კარგად დავაკვირდი, უმალ გადავწყვიტე, რომ აქედან ფეხს არ მოვიცვლიდი, სანამ კაცს არ მოვკლავდი. თუმცა მისი მოკლა გადავწყვიტე, მაგრამ არ მინდოდა ეს ლაჩრულად ჩამედინა. თოკი შევხსენი და ვუთხარი, ერთმანეთს ხმალდახმალ შევებრძოლოთ მეთქი. ხის ფესვებთან რომ თოკი იპოვეს, სწორედ ის იყო. მაშინ იქ რომ დავაგდე. სახე შეშლმა მამაკაცმა უმალ იძრო თავისი მძიმე ხმალი და მეცა. რა საჭიროა იმის მოყოლა თუ რით გათავდა ის ბრძოლა? 23 მოქნევაზე გთხოვთ ამას ნუ დაივიწყებთ, აქამდე მიგვირს, მთელ ქვეყნიერებაზე მხოლოდ მან ერთადერთმა შეძლო თავისი ხმალი 23-ჯერ გადაეჯვარედინებინა ჩემს ხმალთან, მხიარული ხიმილი. როგორც კი დაეცა ხმალგასისხლიანებული მივბრუნდი ქალისაკენ, მაგრამ წარმოიდგინეთ, ის აღარსად იყო. დავიწყე ძებნა ტყეში, ძირს დაცვენილ ბამბუკის ფოთლებს კვალის ნასახიც არ აჩნდა. დროდადრო დაყურადებულს მესმოდა მომაკვდავი მამაკაცის ხროტინი. ალბათ როცა ჩვენ ხმალდახმალ შევებით ერთმანეთს, ქალმა დრო იხელთა და ტყიდან გაიქცა. იქნებ უნდოდა საშველად ვინმესთვის ეხმო. როგორც კი ამ აზრმა გამიელვა, მივხვდი საფრთხეში ვიყავი. ავართვი მოკლულს ხმალი, შვილდი, ისრები და გავედი ბილიქზე. იქ წინანდებურად წიწკნიდა ბალახს იმ ქალის ცხენი. იმაზე ლაპარაკი თუ რა მოხდა შემდეგ ლაყბობა იქნება და მეტი არაფერი. მხოლოდ აი რა, დედაქალაქში შესვლის წინ ის ხმალი უკვე თან აღარ მქონდა. ეს არის და ეს მთელი ჩემი აღსარება. გთხოვთ ისე სასტიკად დამსაჯოთ, მეტი რომ აღარ შეიძლებოდეს. განა არ ვიცოდი, როდისმე ჩემს გოგრას რომ მოუწევდა მაღალი ბოძის წვეთზე შემოსკუპება. გამომწვევი მზერა. რა თქვა ქალმა აღსარებაზე კიემიძუს ტაძარში? მე რომ დამემორჩილა, ის ლურჯსამოსიანი მამაკაცი მიბრუნდა გაბაწრული ჩემი ქმრისაკენ და ერთი დამცინავად გადაიხარხარა. რა ძნელი ასატანი იყო ალბათ ეს ჩემი ქმრისათვის. მაგრამ რაც უფრო იგრიხებოდა და წვალობდა გასათავისუფლებლად, მით უფრო ღრმად ეჭდობოდა ხორცში ისედაც მჭიდროდ შემოჭერილი თოკი. მე უნებლიეთ გავიწიე მისკენ, არა, დავაპირე, მაგრამ იმ კაცმა პანღურით უმალ მიწას დამანარცხა და სწორედ მაშინ მოხდა ეს. სწორედ ამ დროს ქმრის თვალებში მე რაღაც უცნაური, აუწერელი ელვარება შევნიშნე. ახლაც კი როცა ეს გამოხედმა გამახსენდება, ისევ მაჟრჟოლებს და ძალა არ მყოფნის ენის მოსაბრუნებლად. ქმრის იმ ერთ გამოხედვაში მთელი მისი სული და გული გადმოშლილიყო. მის თვალებში შეგეძლოთ ამოგეკითხათ არა გულის ცხრომა ან ტანჯვა, ისინი ელავდნენ ჩემ მიმართ უსაზღვრო სიძულვილით. აი რას გამოხატავდნენ მისი თვალები. არა, იმ მამაკაცის პანღურით, არამედ ამ საშინელი გამოხედვით შეძრწუნებულმა თავგანწირულივით შევკივლე და ცნობაც დავკარგე. გონს რომ მოვედი, ის ლურჯსამოსიანი მამაკაცი იქ აღარ იყო. ჩემი ქმარი ისევ ხეზე იყო თოკით მიკრული. ძლივს ავითრიე წელი მიწაზე დაფენილი ბამბუკის ფოთლებიდან. გაშტერებით შევაცხერდი სახეში. მისი გამოხედვა ოდნავადაც არ შეცვლილა. თვალები წინანდებურად ღაღადებდნენ იდუმალ ზიზღსა და სიძულვილს. არ ვიცი როგორ გამოთქვა რა ვიგზენი მაშინ, სირცხვილით, სევდაც, გულისხრომაც. ძლივს წამოვდექი და ქმართან მივედი. მომისმინეთ, იმის შემდეგ რაც მოხდა არ შემიძლია თქვენთან დარჩენა. გადავწყვიტე თავი მოვიკლა. მაგრამ უნდა მოკვდეთ თქვენც, თქვენ იხილეთ ჩემი შერცხვენა და თავის მოჭრა. ამის შემდეგ არ შემიძლია ცოცხალი დაგდოვოთ. აი რა ვუთხარი ქმარს დიდი გაჭირვებით. ის მაინც ზიზღით მიცქერდა. გული გასკდომაზე მქონდა და ამაოდ ვლამობდი მღელვარების დაოგებას.
მის ხმალს დაუწყე ძებნა, მაგრამ იმ ყაჩაღს ყველაფერი გაეტაცა. არათუ ხმალი მშვილდი და ისრებიც აღარსად იყო. ჩემდა საბედნიეროდ მხოლოდ ხანჯალი ეგდო ჩემს ფეხთით. მაღლა შევმართა ის ხანჯალი და ქმარი გავაფრთხილე. ახლა მე მოგტაცებ სიცოცხლეს და მეც უმალ თან გამოყვებით. ქმარმა ჩემი ნათქვამი რომ გაიგონა, თავს ზალა დაატანა და მხოლოდ ტუჩები შეარხია. რა თქმა უნდა, ხმის ამოღება არ შეეძლო. პირი ბამბუკის ფოთლებით ჰქონდა გამოტენილი, მაგრამ როდესაც მისი ტუჩების მოძრაობას დავაკვირდი, მივხვდი, როცა თქვა ზიზღით, მომკალი. გონდა კარგულმა ღრმად ვაძგერე ხანჯალი ღია ცისფერი სამოსით დაფარულ მკერდში. ალბათ იმ წუთას ისევ დავკარგე გრძნობა. გონს რომ მოვედი მივიხედე, ქმარი ისევ იმ მდგომარეობაში იყო უძრავად. უკვე აღარ სუნთქავდა. მის გაფითრებულ სახეს დაჰფენოდა ჩამავალი მზის შუქი, რომელსაც გამოეღწია ბამბუკის ღეროებთან გადახლართული კრიპტომერიის ტოტებისა და ფოთლების სიხშირეში. ტირილით გულამომჯდარი ვცდილობდი მოვრეოდი ჩემს თავს. შევხსენი გვამს თოკი და შემდეგ რა დამემართა? ძალა არ მეყოფა ვთქვა. რა არ მოვიმოქმედე, მაგრამ თავის მოკლა ვერ შევძელი. ჯერ ხანჯალი მივიბჯინე ყელთან, მერე მთის სირას. ტბაში თავის დახრჩობა ვცადე, მაგრამ არ მოვკვდი. ცოცხალი ვარ და ამით სულაც ვამაყობ. სევდიანი ღიმილი. მოწყალე, გულშემატკივარი ქალღმერთი კნონიც ეთყობა არარაობად მთვლის და აკი ზურგით შემაქცია. რა ვქნა ახლა მე, ჩემი ქმრის მკვლელმა, ყაჩაღისაგან ნამუსახთილმა? რა ვიღონო, რა? მე მოულოდნელი სასოწარკვეთილი ქვითინი. რა თქვა წინასწარმეტყველი ქალის პირით მოკლული სულმა? ჩემი ცოლი რომ დაიმორჩილა, შემდეგ ყაჩაღი დაჯდა მიწაზე მის გვერდით და ნუგეშის სემა დაუწყო. მე რა თქმა უნდა ხმაჩაწყვეტილი ვიჯექი, პირი ბამბუკის ფოთლებით მქონდა გამოტენილი და ხეზე მაგრად ვიყავი თოკით მიკრული. წამდა უწუმ ვანიშნებდი თვალით ცოლს. არ დაუჯერო, რასაც გეუბნება, სულ ტყუილია მეთქი. აი რა მინდოდა მიმეხვედრებინა, მაგრამ ცოლი იჯდა დამწუხრებული და თავს მაღლა არ სევდა. ერთავად საკუთარ მუხლებს დასქეროდა. ღმერთმანი კაც შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ის ყურადღებით უსმენდა იმ ავაზაკს. იმის გაფიქრებაც კი, რომ ცოლი მღალატობდა, მტანჯავდა და უმწეოდ ვიკლაკნებოდი. ყაჩაღი კი მაცდური სიტყვებით ლამობდა ცოლის დაყოლიებას. ნამუსახთილი სულ ერთია, ქმარს ვეღარ შეეგუები. ქმართან ასეთ მდგომარეობაში ყოფნას არასჯობია ყაჩაღს ცოლად გამომყვეო? ასე უღირსად იმიტომ მიქცეოდა, რომ ჩემი ცოლი შეუყვარდა. მის თავხედობას თანხმობა მოჰყვა. ცოლმა ასია ფიქრით დამძიმებული თავი. არასოდეს არ მახსოვს ის ასე ლამაზი. მაგრამ იცით რა უთხრა იმ ავაზაკს ჩემმა ტურფად ცოლმა, როცა მის გვერდით გახდით შებოჭილი? მე მართალია წყდიათში დავბორიალებ, მაგრამ ყოველთვის როცა კი მისი პასუხი გამახსენდება, აღშფოთება მეუფლება. აი რა უთხრა ცოლმა ავაზაკს: მას წამიყვანეთ, სადაც გენებოთ. ხანგრძლივი დუმილი. მაგრამ ცოლის დანაშაული განა მხოლოდ ეს არის. მარტო ამის გულისათვის მე წყდიათში მოხეტიალი ალბათ აგრერიგად არ გავიტანჯებოდი. აი რა მოხდა? ცოლი ისევ გაჰყვა ავაზაკს ხელჩაკიდებული, თითქოს სიზმარშიაო. და ის იყო ტყიდან უნდა გასულიყო, რომ ერთბაშად მკვდრის ფერმა გადაუარა სახეზე. ყაჩაღს მიუბრუნდა და ჩემზე უთხრა: მოკალი, არ შემიძლია შენთან ყოფნა, სანამ ის ცოცხალია. მერე შეშლილივით რამდენჯერმე საზარლად ამოიკივლა: მოკალი. ეს სიტყვები ახლაც ქარიშხალივით მიმაქროლებს წყდიადის ჭურღმულებისკენ. განა როდისმე ერთხელ მაინც, უეცარი გესლიანი ხარხარი. მისი სიტყვების გაგონებაზე ავაზაკიც კი გაფითრდა. მოკალი, გაჰკიოდა ცოლი და თან სახელოზე ებღაუჭებოდა. ავაზაკმა თვალი გაუშტერა ქალს, მაგრამ არც ჰოუთქვამს, არც არა და უცებ წიხლის კვრით მიაგდო ჩამოცვენილ ფოთლებზე. კვლავ გესლიანი ხარხარი. გულზე ხელდაკრეფილი ავაზაკი ახლა ჩემკენ მობრუნდა. რა ვუყოთ ამ ქალს? მოვკლათ თუ ვაპატიოთ? პასუხად მარტო თავი დამიქნიეთ. მოვკლათ? მარტო ამ სიტყვებისათვის მზად ვარ იმ ავაზაკს ყველაფერი ვაპატიო. კვლავ ხანგრძლივი დუმილი.
სადაც მე ვყოყმანებდი, უეცრად ცოლმა ერთი შეჰკივლა და ტყის სიღრმეში მიიმალა. ავაზაკი უმალ დაედევნა, მაგრამ ეთყობა ვერ მოასწრო, სახელოში მაინც ეტაცა მისთვის ხელი. ყველაფერი ეს იმ წუთში სიცხიანის ბოდვამ ეგონა. როცა ცოლი გაიქცა, ყაჩაღმა აიღო ჩემი ხმალი, მშვილდი, ისრები. მერე ერთგან გადაჭრა თოკი, რითაც მიბმული ვიყავი ხეზე. მახსოვს, სანამ ტყეში გაუჩინარდებოდა, როგორ ჩაილაპარაკა თავისთვის. ახლა კი დროა ჩემს თავზედაც ვიფიქროო. როცა ისწავიდა, ირგვლივ სიჩუმე გამეფთა. არა, ყველგან არა, სადღაც ახლოს კვლავ ისმოდა ვიღაცის ქვითინი. თოქს რომ ვიხსნიდი, დავაყურადე და მივხვდი, ეს მე ვქვითინებდი თურმე. მესამეჯერ ხანგრძლივი დუმილი. ბოლოს ძლივს მოვაცილე ხეს ჩემი გატანჯული სხეული. უცებ თვალი მომჭრა ხანჯლის ელვარებამ, რომელიც სოლს დაკარგვოდა და ახლა ჩემ წინ ეგდო. ავიღე ხანჯალი და ერთი მოქნევით დავიკარ გულში. ვიგრძენი როგორ მომაწვა ყელში სისხლი გორგალივით, მაგრამ არავითარი ტანჯვის მსგავსი ამით არ განმიცდია. როცა ჩემი გული გაცივდა, ირგვლივ კიდე უფრო მეტი მყუდროება ჩამოწვა. ორა სიჩუმე იყო. ეს სიჩუმე. აქ ამ ტყეში ახლა ერთი ჩიტიც კი არ გალობდა. მხოლოდ კრომერიისა და ბამბუკის ღეროებს ავარაყებდა ჩამავალი მზის სევდის მონგვრელი შუქი. ჩამავალი მზისა. მაგრამ ისიც სულ უფრო და უფრო მიილია. მალე ყველაფერი გაუჩინარდა. ხეებიც, ბამბუკიც და მეც მიწაზე განრთმული გავეხვიე ამ სამარისებრი მყუდროების სუდარაში. სწორედ ამ დროს ვიღაც ფეხაკრეფით მოიპარა ჩემთან. მინდოდა შემეხედა ვინ იყო, მაგრამ წყდიაც ირგვლივ ყველაფერი შთაენდგა და ამ ვიღაცამ უხილავი ხელით ფრთხილად ამომაძრო გულში ჩარჭობილი ხანჯალი. იმავე წუთს პირი კვლავ ამივსოთ ქრიალით წამოსულმა სისხლმა. ამის შემდეგ საუკუნოდ მშთანთქა არყოფნის წყდიადმა. დასასრული. გახმოვანებულია თორნიკე კივილაძის მიერ.